ორი მთავარი აზროვნების სტრატეგია არსებობს. და ეს აზროვნების სტრატეგია სხვადასხვა გარემო თუ შიდა პიროვნული მახასიათებლებიდან გამომდინარე ყალიბდება და აი რას გულისხმობ. ერთი და იგივე მოცემულობაში არის კიდევაც ესეთი გამოთქმა, რომ ადუღებულ წყალში კარტოფილი რო ჩააგდო დარბილდება და კვერცხი გამაგრდება. ანუ ეს გარემოზე კი არ არის დამოკიდებული. შიგნით რა არის, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ხო? ერთი და იგივე ადამიანი, რომელიც იზრდება პირობითად ვამბობ კრიმინალის ოჯახში, ერთი გაიზრდება იმ ოჯახში გაზრდილი, აი დაძმა და ან შეიძლება, ხო? ერთი შეიძლება გაიზარდოს კრიმინალი და მეორე გაიზარდოს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი, ხო? ანუ ერთ მოცემულობაში იყვნენ, მაგრამ აბსოლუტურად სხვადასხვა ეფექტი მოხდა, ხო? სხვადასხვა პიროვნებები ჩამოყალიბდნენ. ფინანსურად შეძლებული ოჯახი არის თუ გაჭირვებული ოჯახი არის. ერთ მოცემულობაში გაიზარდა, ერთ შემთხვევაში ერთი წარმომადგენელი სხვანაირ გზას აირჩევს, მეორე ადამიანი სხვანაირ გზას აირჩევს. ანუ მე კრიმინალის ოჯახში რო ვიზრდები, პოლიციელი გავხდები თუ კრიმინალი, განაპირობებს ჩემი პატერნი და თუ ერთ და იგივე გარემო პირობებში დავიბადეთ, ანუ რაღაც სხვა არის მაინც, რაც სხვადი არის. ეგ არის სხვათა შორის ერთ-ერთი როგორი კითხვის ნიშანიც. მე პირადად რომელსაც ძალიან დიდი ხანია ვიკვლევ, ანუ სუფთა კონცეპტუალურად ძალიან მაინტერესებს მაგის გაგება. სხვადასხვა პასუხები მაქვს კი სულიერების გარეშე ამას პასუხს ვერ გასცემ, იმიტომ რომ სუფთა ფსიქიკური მექანიზმებით ესე ყველაფერს ვერ ვხსნით, ხო? და იქ სულიერებაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი არის, მაგრამ აქ ნახე მთავარი რა არის, რომ მე რა გადაწყვეტილებას მივიღებ.